მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია, მე ჟურნალისტი ჯაბანენიძე ვარ. ჩვენ ახლა ვიყოფებით ბათუმში, ბულვარში, კოლონადებთან, ეს ცნობილი ადგილია და როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქ შესაძლებელია უფასო ტესტირების ჩატარება კორონავირუსზე, თუმცა დღეს უფასო ტესტირების ჩატარების სრულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, როგორც ცნობილია, დღეს გავრცელდა ინფორმაცია საკონტროლო მაღაზია დონაში ერთ-ერთი თანამშრომლის ინფიცირების შესახებ. როგორც მოიხსენება, დონაში ძალიან ბევრი არის შესაბამისად, აქაც სავარაუდოდ არ არის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დონაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. დღეს დაუდასტურდა ერთ-ერთ თანამშრომელს ეს კორონავირუსი, ვინც დონაში მუშაობს, 40-მდე ქალია, კონსულტანტად მუშაობდა. და უკვე კონტაქტირებული 80-მდე პირი, მათ შორის უმრავლესობა არის თანამშრომელი, დონეს თანამშრომელი, იმყოფება უკვე საკარანტინო პირობებში, თუმცა ჯერ მათი ანალიზის პასუხები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილი არ არის. თუმცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი პირი, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ დონაში, უფასო ტესტირება ჩაიტაროს. უფასო ტესტირების ჩატარება არის შესაძლებელი ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან. პროცედურა არის საკმაოდ მარტივი, ალბათ გეტყვიან აკიდევას თანამშრომლები როგორია ეს პროცედურა. ასევე არის მეორე ადგილი, მეორე ლოკაცია ბათუმის არდაგნის ტბასთან, აჭარული სახლის მდებარე ტერიტორიაზე და ასევე ერთი კარავი არის გაშლილი ქობულეთის პარკში. ამ სამ ლოკაციაზე არის შესაძლებელი უფასო ტესტირება. კარავი როგორც წესი 21 აგვისტოდან მუშაობს, აქ მუშაობს სპეციალური პერსონალი, რომელიც მუშაობს საღამოს 6 საათიდან, თუმცა დღეს სრულთა რაოდენობა უკვე დიდია და როგორც ჩანს რიგები, ამიტომაც მუშაობა ამ კარავში დაიწყეს დღის 4 საათიდან. გამარჯობა, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? თქვენ ხართ მოსულები როგორც ჩანს ტესტირებისთვის, ხო? დიდი ხანია ელოდებით რიგს? 15 წუთია, ხო? როგორ იცით, მარტივია პროცედურა ამ უფასო ტესტირების? კარგი, მადლობა. ხო, პასუხი როგორც ვიცით და როგორც ჩვენ გვიტყვა საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ იქნება 24 საათის განმავლობაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში უკავშირდებიან მოქალაქეებს. იმედია, ჯანმრთელობას გისურვებთ. მოქალაქეები ელოდებიან რიგს, როგორც თქვენ ხედავთ კადრში, აქ საკმაოდ ბევრი მოქალაქე ჩანს, რომელიც ელოდება უფასო ტესტირების გავლას. ეს არის ბათუმის კოლონადებთან მიმდებარედ გაშლილი კარავი, სადაც არის უფასო ტესტირების გავლა შესაძლებელი. გამარჯობა, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? მე ბათუმელების ლაივში ვარ. ანუ თქვენ რამდენი ხანი ელოდებით უკვე რიგს, ეგ რომ გითხრათ? 10 წუთი ელოდებით, ხო? როგორ იცით, მარტივია ამ პროცედურის გავლა, რომ შემოწმდეთ უფასო ტესტი. თქვენც დონაში იყავით თუ სხვა შემთხვევა იყო და ამიტომაც როგორ? უბრალოდ მოხვედით. კარგი, მადლობა. და. აი ამ კარავში ტარდება ტესტირება. უკან როგორც ხედავთ, საზაფხულო თეატრია, სადაც კონცერტი მიმდინარეობს. გამარჯობა, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? თქვენ ტესტირებაზე გადიხართ თუ ამოწმებთ? ამოწმებთ? როგორია ეს პროცედურა მარტივად რომ აგვიღწევოთ, შეგიძლიათ? როგორ? არ გადამიღია მე ჩემს კადრში არ. შეიძლება რომ შემოვიდე? წინა დღეებში მუშაობდი თქვენ? არა, მე დონაში ვიყავი რამდენიმე დღის წინ და ეს როგორც ბათუმელების ლაივია, ჟურნალისტი ვარ და მინდა რომ აჩვენოთ როგორ. უკაცრავად. მე ვიკითხე და მეგონა თანამშრომელი. რომ აგვიხსენოთ მოკეთ, რამდენმა გაიარა უკვე დღეს ტესტირება, ეგ შეგიძლიათ რო გითხრათ? არ მცალია მოდი. კარგი. თანამშრომელი გამოგვეცემა კარავიდან, ვინც ატარებს ტესტირებას. როგორც ნახეთ, დონეს თანამშრომელი იყო, ვინც ამბობს, რომ უნდა ჩაიტაროს ტესტირების პროცესი. აქ ტარდება ტესტირების პროცესი, რომელიც საკმაოდ მარტივია, როგორც ალბათ ყველამ ვიცით. გამოიყენებენ ჩვეულებრივად ბამბის ჭხირებს და იღებენ ნიმუშს ცხვირიდან და ხახიდან. აი საკმაოდ მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, არაფერი საშიში ამაში ნამდვილად არ არის. და რაც შეეხება პასუხებს 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ პირს, ვისაც დაუფიქსირდება კორონავირუსი და დადებითი პასუხის შემთხვევაში უკავშირდებიან მოქალაქეებს მხოლოდ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში არა.
ხვალ იქნება ის შესაძლებელი ტესტირების ჩატარება მოქალაქეების შეკითხვას, როგორც ვიცით, იქნება, როგორც ჯანუს სამნისტროში ამბობენ, ეს 21 აგვისტოდან არის გახსნილი აქ კარავი და არის შესაძლებელი ტესტირების ჩატარება, როგორც აქ კოლონადებთან, ასევე არდაგნისტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის პარკში და უშინოდ დღემდე დაახლოებით 900-მდე პირმა ჩაიტარა უფასო ტესტირება, თუმცა დღეს მსრულთა რაოდენობა და რიცხვი გაიზარდა, ვისაც აქვს სურვილი რომ ჩაიტაროს ეს ტესტირება ბოლო შემთხვევების გამო. დღეს როგორც ცნობილია, ქვეყნის მასშტაბით 23 პირს დაუსწრდა კორონავირუსი, ხოლო აქედან 6 შემთხვევა იყო ბათუმი და 6 შემთხვევიდან ერთ-ერთი შემთხვევა იყო სწორედ დონას თანამშრომელი, დონას კონსულტანტი, რომელსაც დაუდასტურდა COVID-19. ამიტომაც კონტაქტირებული 80-მდე პირის ჩაუტარდა ლაბორატორიული ტესტირება, PCR ტესტირება და ჩვენ პასუხობს ველოდებით დღის ბოლოსთვის. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, რომელიც არის გამოქვეყნებული stop.gov-ზე, ეს არის ოფიციალური საიტი, სადაც ქვეყნდება ოფიციალური მონაცემები. დღევანდელი მონაცემებით, ანუ დღეს 1 სექტემბერია, COVID-19 დაუდასტურდა 1510 პირს, გამოჯამრთელდა 1253, გარდაიცვალა 19, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 ადამიანი. ვინც ახლა შემოგვიერთა ჩვენს ლაივს, მე გეტყვით რომ ჩვენ ახლა ვიყოფებით ბათუმის კოლონადებთან, ეს ბულვარის ცენტრალური და ძველი ისტორიული ნაწილია. სწორედ აქ არის გაშლილი კარავი, სადაც არის შესაძლებელი უფასო ტესტირების გავლა და თქვენ პასუხი გეცოდინებათ 24 საათის განმავლობაში. თუ კი დაგიდასტურდებათ COVID-19, თქვენ თანამშრომლები დაგირეკავენ 24 საათის განმავლობაში. მსგავსი კარავი ასევე მოწყობილია ბათუმში არდაგნის ტბის მიმდებარედ, აგრეთ წოდებულ აჭარული სახლის მიმდებარედ, იქვე არის არდაგნის ტბა პრინციპში. და ასევე არის კარავი გაშლილი ქობულეთის პარკში. ამ სამივე ლოკაციაზე არის შესაძლებელი უფასო ტესტირების ჩატარება, რომელიც არის უმნიშვნელო პროცედურა და ეს არის უფასო. კარავი არის გაშლილი ბათუმში და ასევე ქობულეთში 21 აგვისტოდან ამ დრომდე დაახლოებით დღევანდელი მონაცემები არ არის ჩემთვის ცნობილი. 900-მდე პირმა გაიარა ეს უფასო ტესტირება და მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში ამათგან. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ანუ გულისხმობ დონას თანამშრომელს, კონტაქტირებული 80 პირია და მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ხოლო წყარო დაინფიცირების, თუ როგორ დაინფიცირდა, რა წყაროსგან დაინფიცირდა, ეს კონსულტანტი ქალი დონას თანამშრომელი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მოქალაქეები ელოდებიან რიგს, როგორც თქვენ ხედავთ, კარავი არის გაშლილი, მუშაობენ სპეციალისტები, ისინი იღებენ ნიმუშებს და PCR ტესტირების შედეგები დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. 24 საათის განმავლობაში თუ ვინმეს დაუდასტურდება COVID-19, ისინი ამ პასუხს მიიღებენ, ან დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ დაურეკავენ. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, stop.gov-ის მონაცემებით 1510 ადამიანია დღეისთვის 1 სექტემბრის მდგომარეობით დაინფიცირებული COVID-19-ით, მათგან გამოჯამრთელდა 1253, გარდაიცვალა 19, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 ადამიანი. დღეს 1 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით COVID-19 დაუდასტურდა 23 ადამიანს, ხოლო ბათუმში 6 ადამიანს, მათ შორის ერთი იყო მაღაზია დონას თანამშრომელი კონსულტანტი, ქალი, რომელიც წინა ხაზზე იდგა და ემსახურებოდა მომხმარებლებს და შესაბამისად დონას თანამშრომლების დიდ ნაწილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და მათ პასუხებს ელოდებიან. დღეს დილით დონას მაღაზია, რომელიც მდებარეობს ფარნავაზ-მეფის ქუჩაზე, დაიხურა 14 სექტემბრამდე, ვიდრე არ დასრულდება იზოლაციის პერიოდი, ხოლო ამ მაღაზიას აქვს მეორე ფილიალიც გორგასალის ქუჩაზე. ეს მაღაზია ჩემი ინფორმაციით მუშაობს.
აქვე მიხვედავ წითელი ჯვრის წარმომადგენელს. შეიძლება რომ გაგესაუბროთ, ჟურნალისტი ვარ ჯაბანანიძე. გითხრათ როგორ ტარდება ეს პროცედურა, ეს რა გვიწეროთ? არა, არ შეიძლება ეხლა საჯარო ინფორმაცია. ეს მოცემულობა ამ დროისთვის ბათუმის ბულვარის კოლონადებთან ადამიანები არიან რიგში, ისინი ელოდებიან ტესტირების გავლას კორონავირუსზე რომ შემოწმდნენ. როგორც უკვე გითხარით, ტესტირების შედეგები დაახლოებით 24 საათში ხდება ხოლმე ცნობილი. და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვინც ახლა გადააქვს ტესტირებას, ისინი მიიღებენ ამ პასუხს. უბრალოდ ტესტირების გავლა ბათუმში არის შესაძლებელი როგორც კოლონადებთან, ასევე არის მოწყობილი გაშლილი მეორე კარავი არდაგნის ტბის მიმდებარედ აჭარულ სახლთან და ასევე არის კარავი და უბრალოდ ტესტირების გავლა შესაძლებელი ქობულეთის პარკში. თუმცა დღეს როგორც ვიცით ეს კარავი გადმოიტანეს ქობულეთის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანუ სულ სამი კარავი ეს არის შესაძლებელი უფასო ტესტირების გავლა. როგორც წესი კარავში მუშაობენ საღამოს 6 საათიდან დაახლოებით საღამოს 10-მდე, მაგრამ დღეს ვინაიდან იყო რამდენიმე შემთხვევა, ამიტომაც კარავში დაიწყეს მუშაობა და ტესტირების გატარება დღის 4 საათიდან. და მოქალაქეების უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც ამ რიგს ელოდება და ტესტირების გავლას. ბოლო მონაცემებს გეტყვით კიდევ ერთხელ, რაც არის ოფიციალური საიტზე გამოქვეყნებული მონაცემები stop.gov.ზე. ეს დღევანდელი მონაცემებით, ანუ 1 სექტემბრის მდგომარეობით. როგორ? არა, მე ჟურნალისტი ვარ, ეს არის ბათუმელების ლაივი და ჩვენ ვცდილობთ რომ აჩვენოთ, რომ აქ არის შესაძლებელი უფასო ტესტირების გავლა ბათუმის ბულვარში ცენტრალურ ადგილზე. არა, ანონიმურად ჩვენ არ ვწერთ არავის, უბრალოდ ვაჩვენებთ, რომ აქ არის შესაძლებელი ტესტირების გავლა. გავიკეთ თქვენი მოსაზრება. 1510 ადამიანი არის ინფიცირებული ქვეყნის მასშტაბით, გამოჯამრთელდა 1253, გარდაიცვალა 19, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 ადამიანი. დღევანდელი მდგომარეობით 1 სექტემბერს ასევე ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 23 ახალი შემთხვევა, ხოლო ბათუმში 6 ახალი შემთხვევა. აი ამ კარავში არის შესაძლებელი უფასო ტესტირების გავლა, როგორც თქვენ უკვე ნახეთ. ეს არის საკმაოდ უმტკივნეულო პროცედურა. ანუ ბამბის ჭირებით ხდება კონკრეტული ნიმუშის აღება და 24 საათის განმავლობაში მოქალაქეებს დაუკავშირდებიან თუ კი ვინმეს დაუდასტურდა COVID-19. ამ დრომდე ან დღეს მონაცემებით უცნობია რამდენმა გაიარა უკვე ეს ტესტირება. დაახლოებით 900-მდე მოქალაქეს ჩაუტარა ტესტირება და მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა COVID-19. როგორც უკვე გითხრათ და შეგახსენებთ, მსგავსი კარავი არის გაშლილი ასევე არდაგნის ტბის მიმდებარედ აჭარულ სახლთან, ხოლო ქობულეთში არის გაშლილი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასე რომ აქ დღის 4 საათიდან არის შესაძლებელი ტესტირება კორონავირუსზე. დღეს ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 23 ახალი შემთხვევა COVID-19-ის, ხოლო ბათუმში 6, მათ შორის ერთ-ერთი იყო საკონდიტრო მაღაზია დონას თანამშრომელი, ის კონსულტანტი გახდათ. ის არის გადაყვანილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მას სიცხე აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასთან კონტაქტირებული დაახლოებით 80-მდე პირს ჩაუტარდა ასევე ტესტირება, PCR ტესტირება და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს აღამოს ელოდებიან. ამ კონტაქტირებული პირების უმრავლესობა გახლავთ სწორედ დონას თანამშრომელი, სწორედ დონამ დღეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე შეაჩერა მუშაობა, ხოლო ამ საკონდიტრო მაღაზიის მეორე ფილიალი, რომელიც მდებარეობს ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, იქ ეს მაღაზია განაგრძობს მუშაობას. მოგეთ ასეთი მოცემულობა ამ დროისთვის კოლონადებთან ბათუმში, როგორც უკვე გითხარით,
აქ მოქალაქეები ელოდებიან უფასო ტესტირების გავლას კორონავირუსზე. მსგავსი კარავი, სადაც არის შესაძლებელი ტესტირების ჩატარება კორონავირუსზე, არის ასევე არდაგნისწყლის მიმდებარედ, ასევე ქობულეთში აგრარულ ბაზართან ახლოს. იქაც არის გაშლილი კარავი. ეს კარავი გაშლილია 21 აგვისტოდან. თუმცა დღეს მკვეთრად გაიზარდა, როგორც კადრში ხედავთ, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს სურვილი, რომ შემოწმდეს COVID-19-ზე. და მე კიდევ ერთხელ გეტყვით ბოლო მონაცემებს, ვიდრე დავასრულებ ჩემს ლაივს, ბოლო განახლებული ინფორმაციით. დღეს 1 სექტემბერს ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19 23 ადამიანს, ბათუმში 6. მთლიანობაში ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით აფიქსირებულია 1510 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯამრთელდა 1253, გარდაიცვალა 19, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 ადამიანი. ეს ბათუმელების ლაივი იყო, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ჩვენს არხზე და მიიღოთ განახლებული და რაც თავარია სანდო ინფორმაცია ჩვენს არხზე ბათუმელები G, ასევე ნეტგაზეთი G. მე ჟურნალისტი ჯაბანანიძე ვარ, ეს ბათუმელების ლაივი იყო. გმადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.